ხარაგაულის მერი კობა ურსმანაშვილი პასუხობდა. გუდაურში სკიკროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ბოლოს შეჯიბრო დღეს გამარჯვებული კაცთა შორის კანადელი რის ჰოუდენი გახდა. ქალთა შორის კი პირველობა იტალიელმა ჯოლე გალი მოიპოვა. შეჯიბრი მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გუდაურში პირველად ჩატარდა. 8-9 მარტს კი სათხილამურო კურორტი მსოფლიოს თასის კიდევ ერთ ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინას უმასპინძლა. ის რაც 10 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა რეალობაა. საქართველოს მზამთრის სპორტის პოპულარული სახეობების კალენდარში თავი დაიმკვიდრა. ამჯერად მსოფლიო თასის ეტაპს სკიკროსში გუდაურმა უმასპინძლა. ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97-მა სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრის გამარჯვებულების შეფასება ცალსახაა. საქართველოში ტურნირები მაღალ დონეზეა ორგანიზებული. გუდაურში აქამდე ყოფილვარ და მიხარია რომ ისევ დაუბრუნდი. მინდა ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადო. აქ ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა. საქართველოში მეორედ ვიმყოფები. შაშან მსოფლიოს თასის ეტაპი ბაკურიანში გაიმართა. შესანიშნავი შეჯიბრება იყო. ძლიერი კონკურენტები მყავდა. გუდაურის ტრასაც მომეწონა და ორგანიზებაც შესანიშნავია. საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ანალოგიურ ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ ბაკურიანი და გუდაური მათი ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებების მუდმივ კალენდარში ჩასვა. ეს სამთო ტურიზმის მიმართულებით საქართველოს დიდი აღიარებაა. სკიკროსის მსოფლიო ჩემპიონატის ეს ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველანი კმაყოფილები ვართ როგორც ტრასით, ასევე შეჯიბრის ორგანიზებით. გუდაურში არაჩვეულებრივი გარემოა და იმედია საქართველო კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს მსგავსი რანგის ტურნირებს. ნამდვილად კარგად ჩაიარა თვითონ სპორტსმენებიც, დელეგატიც საერთაშორისო ფედერაციის და ყველა წარმომადგენელი აღიარებს, რომ უმაღლეს დონეზე იყო ჩატარებული ეს შეჯიბრება და იმედს ვიტოვებთ, რომ ესე გაგრძელდება ჩვენი და მათი ურთიერთობა და გაისადაც 2024-2025 წლის ზამთრის სეზონში ასევე წარმატებით უმასპინძლეთ მსოფლიო თასის ეტაპს მოგულის დისციპლინაში. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია კმაყოფილია ინფრასტრუქტურული კუთხით გაწეული სამუშაოებითაც. გუდაურში შეჯიბრი მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. მხარდამჭერი კი საქართველოს მთავრობა იყო. უმაღლესი შეფასება მივიღეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციიდან, რითიც ძალიან მოხარულები ვართ. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო MTA-დან, კონკრეტულად ჩვენი კომპანიიდან, რითთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ თანამშრომელს. რა თქმა უნდა, ამ შეჯიბრმა მილიონობით მაყურებელი ყავდა პირდაპირ ეთერით და გაზარდა რა თქმა უნდა როგორც ქვეყნის ცნობადობა, ისე კონკრეტულად გუდაურის ამ კურორტის ცნობადობა. სკიკროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, მაგრამ ამით გუდაურში ზამთრის მნიშვნელოვანი შეჯიბრებები არ მთავრდება. 8-9 მარტს სათხილამურო კურორტი მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში უმასპინძლებს. მსგავსი სპორტული ტურნირები საქართველოს საერთაშორისო ცნობადობასა და სახელზე სასიკეთოდ აისახება.